დღეს საქართველოში ამ კონკრეტული ღონისძიების კონტექსტში კიდევ ერთხელ გაფორმდა ის პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც შეგვიყვანა გაყალბებული არჩევნებით, მოპარული არჩევნებით ოცნებამ. საბოლოო ჯამში ჩვენ მოგწონს ეს თუ არ მოგწონს, დღეს ყველაზე ლეგიტიმური, ასე ვთქვათ, სუბიექტი ქართული პოლიტიკის გახლავთ ხალხი, რომელიც რუსთაველზე ქმნის პოლიტიკურ დღის წესრიგს და ეს არ არის შემთხვევითი, იმიტომ რომ ყველას დიდი ლეგიტიმაცია აქვს ამ ხალხს, მათ ჩაერთოთ ეს თვითგადარჩენის ინსტინქტი და მიყვებიან ნაბიჯ-ნაბიჯ ძალიან გონივრულად და მშვიდად და აქ ყველაფერი ძალიან კარგად არის. იმაზე უკეთესად, ვიდრე მე წარმოვიდგენდი. კონკრეტულად ამ შემთხვევაში ფაქტობრივად ჩვენ გვყავს ერთის მხრივ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არალეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, რომლის ლეგიტიმაციაზეც საერთოდ საუბარი ზედმეტია. მეორეს მხრივ გვყავს სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც დატოვა სასახლე, ორბელიანების სასახლე და გარკვეული თავისი გეგმების შესახებ საზოგადოებას ამცნო. რა თქმა უნდა, მე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ქალბატონის სალომეს როლი იყო ბოლო წელიწად ნახევარი 2 წლის განმავლობაში განსაკუთრებით გამოკვეთილად პოზიტიური, ეს ფაქტია და რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ, რომ მას შეუძლია პოზიტიური როლის შესრულება ქვეყნის შემდგომი პოლიტიკური განვითარების კონტექსტშიც. ჩემს სუბიექტურ აზრს თუ მეკითხებით და გაინტერესებთ, მე ყოველთვის ძალიან დიდ პატივს ვცემდი მას როგორც პოლიტიკოს და როგორც პრეზიდენტს და ალბათ ოცნების რეალობაშიც ალბათ შეიძლება ერთ-ერთი არა, მაგრამ ერთადერთი არა, მაგრამ ერთ-ერთი ვიყავი, რომელიც სრულად პატივს ცემდა მის ინსტიტუციონალურ, ასე ვთქვათ, პოზიციონირებას და ეს ამას ყოველთვის ხაზგასმით ვაკეთებდი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი არჩევა და ამ არჩევაშიც ჩვენ ძალიან აქტიურად მონაწილეობდით როგორც პრეზიდენტის და შემდგომ მისი როგორც ინსტიტუტის და პრეზიდენტის, ასე ვთქვათ, სათანადოდ აღსრულება მისი უფლებების. რადგან ქალბატონ სალომეზე გამოხატეთ თქვენი პოზიცია და თქვით რომ ჩემი პერსონალური სუბიექტური აზრით თუ გაინტერესებთ. თქვენ როგორც სუბიექტი ამ შემთხვევაში პოლიტიკური პარტიის ლიდერი ხართ და დღეს სალომე ზურაბიშვილმა თავის გამოსვლაში საყვედური კი არ გამოუცხადა პოლიტიკურ პარტიებს, მაგრამ აშკარად მიანიშნა აუცილებლობა ახალი პოლიტიკური პარტიების ჯგუფების გამოჩენის, რომ ეს ახალი არჩევნები შეიძლება ძალიან მალე დაინიშნოსო. ამისთვის მან თქვა, რომ ერთი მისი გეგმის ნაწილია, რომ რა ტიპის უნდა იყოს ეს არჩევნები, როგორ ორგანიზდეს, ამაზე სერიოზულ სამუშაოს შეასრულებს, დოკუმენტს დადებს, მაგრამ მეორე მხრივ თქვა, რომ ამისთვის მზად უნდა აღმოჩნდეს, მათ შორის ის ხალხიც, და თქვა, რომ ახალი პოლიტიკური ჯგუფები უნდა შემოვიდნენ, ახალი პოლიტიკური პარტიები უნდა გაჩნდნენ და ასე შემდეგ. ეს ზოგიერთმა გაიგო ისე, როგორც ძალიან კრიტიკული დამოკიდებულება არსებული პოლიტიკური სპექტრის მიმართ, რომ ამ მხრივ გარკვეული უკმარობის განცდა აქვს თავად პრეზიდენტსაც. ან გაიგო ისე, რომ შეიძლება თავად სალომე ზურაბიშვილმა მან ახსენა ეს ფრაზა, რომ მე ხელს შევუწყობ ამასო, ეს ხელშეწყობა ფორმით როგორ შეიძლება გარდაისახოს, თავად ჩაუდგეს რომელიმე ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ან პარტიას სათავეში თუ არა, ეს არ ვიცით. სხვათა შორის ის კონსტიტუციური შეზღუდვა, რომელიც მას ჰქონდა, ასე ვთქვათ, რომ პოლიტიკური პარტიის ლიდერი არ ყოფილიყო ამ შემთხვევაში უკვე მოხსნილი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ლეგიტიმურად აგრძელებს საქმიანობას, მაგრამ აი თქვენ რა შტაბეშტილება დაგრჩათ, მიიღეთ თუ არა ირიბი კრიტიკა როგორც პოლიტიკური პარტიის ლიდერმა, რომ აი პარტიები თავიანთ როლს შეიძლება ისე ვერ ასრულებდნენ, როგორც ეხლა საჭიროა. გიორგი, მე კრიტიკისთვის ყოველთვის მზად ვარ, მაგრამ კრიტიკას მივიღებ ხალხისგან, იმ ხალხისგან, რომელიც დღეს რუსთაველზე დგას და უკვე 32 დღეა ზამთარში ყინვაში გამოთქვამს და იცავს საქართველოს ინტერესებს. რა თქმა უნდა, ამ კრიტიკას მივიღებ. ეს ერთი, მეორე. ეხლა რაც უფრო მეტი ახალი პოლიტიკური ძალა იქნება, უკეთესია. დღეს ჩვენ მოგწონს ეს თუ არ მოგწონს, საბოლოოდ გაფორმდა საქართველო როგორც საპარლამენტო დემოკრატია. და აქ პოლიტიკურ პარტიას აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა. ამიტომ მე როდესაც ხვდები სამოქალაქო აქტივისტებს, ყველას მოუწოდებ, რომ მეგობრებო, ვისაც აქვს სურვილი რომ იყოს პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, შესაძლებელია მხოლოდ პარტიების საშუალებით და მან უნდა შექმნან ეს პარტიები. რაც უფრო მეტი იქნება ასეთი პარტია, უკეთესია. ეხლა ახალი პარტიის შექმნა ძველების კრიტიკის ხარჯზე, მე თუ მკითხავთ, აი იმ პარტიებზე, რომელზეც ქალბატონი სალომე საუბრობდა, მე იმდენს გავაკრიტიკებდი. და ისეთი სიმკაცრით, რომ ვერავინ ვერ მაჯობებდა ამაში. მაგრამ თქვენ მაგას აკეთებთ კიდეც, თქვენ ოცნებას აკრიტიკებთ. მესმის რომელ ბოსტანშიც გადაისრულეთ ერთად ახლა კენჭელი ვარ. თქვენ ამაზე კაპიტალიზირებთ, კარგი გაგება. რა თქმა უნდა და ამიტომ ეხლა აი მაგალითად ბოლო პროცესი, როდესაც აი დაფინანსებასთან აი ეს ომი მოხდა, ნუ სამარცხვინო და დამაზიანებელი.
ამიტომ მე მორატორიუმმა გამოცხადებული. კარგია რომ დროულად გაჩერდა ეს. რა თქმა უნდა, მორატორიუმმა გამოცხადებული, ცოტა წვლილი მეც მივიწყვის ამაში რომ გაჩერდა. ამიტომ ახლა კრიტიკა ჯანსაღი როცა არის, მაშინ რა თქმა უნდა, სარგებლის მომტანი. ამიტომ მე ასეთ კრიტიკას ვიღებ ყოველთვის და დიდი სიამოვნებით. ოღონდ ეს კრიტიკა უნდა იყოს, არ უნდა ხდებოდეს ამ კრიტიკის ხარჯზე რაღაცის პრომოცია.